ქართული ოცნება არაპირებს შეასრულოს ევროკომისიის 8 რეკომენდაცია, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება. ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა, რომელიც ძირითადად ისევ ეგრეთ წოდებულ Deep State-სა და გლობალური ომის პარტიის კონსპირაციულ თეორიებზეა აგებული. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა დღესაც Deep State-სა და გლობალური ომის პარტიის ამოცანაა. ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზად ასახელებს არა მათ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, როგორც ეს არაერთ რეზოლუციაშია ნათქვამი, არამედ ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის მიერ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს. დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ქვეყნისთვის მხოლოდ ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო აპირებს, თუმცა მას არაფერი უთქვამს დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერებსა და დემონსტრანტებზე, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაზრდილ ზეწოლაზე, გაუარესებულ საარჩევნო სისტემასა და რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რაზეც ქვეყნის დასავლელი პარტნიორები საუბრობენ. ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩდება კითხვა, რა საერთო შეიძლება კონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზა ლიბერალიზაციასთან. ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება. ამისთვის მისაღწევად კი, როგორც აღნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. გლობალური ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოსზე თათოსხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გაუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის ხელვარება მოყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება. პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც კობახიძემ წაიკითხა, არის პასუხი წერილზე, რომელიც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. დასავლეთმა ქართულ ოცნებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა მოსთხოვა და ამისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა. ევროკავშირის განცხადებით წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვა დადგება. საუბარი არ ვარ რეკომენდაციის შესრულებაზე, რომელთა შორისაც არის ის, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეგრეთ წოდებულ Deep State-თან ბრძოლაში წარმატება უსურვა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა Deep State-ის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს. ფაქტია, რომ საქართველოს მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება კარდინალურად არის შეცვლილი და შეჩერებულია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარეობდა და რაც ახლა ოფიციალური ბრიუსელის ხელით ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მწვავედ გრძელდება. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს უსურვებს წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შეასრულა ეს ბრძოლა არა Deep State-ის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რის მიზანიც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრე ჩათრევა და საბოლოოდ ევროპისა და რუსეთის ერთდროულად ანგრევა შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს რო გვიჩენებს, თუმცა სამართლიანობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედ ადმინისტრაციას დღემდე არაფერი გაუგეთებია, რათა გამოესწორებინა წინამორბედის შეცდომები საქართველოსთან მიმართებით, ჯერ კიდევ ძალაში რჩება უსამართლოდ დაწესებული სანქციები, აგრეთვე უპასუხოდ რჩება ჩვენი ღიად დაფიქსირებული სურვილი, რომ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყო. რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მოქალაქეები თუ ევროპულ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეწყდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის თემა ქართველებისთვის ყოფნა არ ყოფნის საკითხია, რადგან სამკურნალოდ უცხოეთში წელიწადში უამრავი ადამიანი მიემგზავრება. მათივე შეფასებით ტყუილია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ადამიანის სიცოცხლეზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. 50,000 კაცი გავიდა იმ წელს. 2022-ში 43,000. ხო ხედავთ როგორ იზრდება რიცხვი, იმ ხალხს ვისაც ჭირდება სამედიცინო დახმარება. კვალიფიციური, სამწუხაროდ ჩვენი ჯანდაცვა, განსაკუთრებით ჯანდაცვა და მედიცინა ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალოს. ამიტომაც კიდევ ერთი ტყუილი, რომ ეს თურმე არ ყოფილა საჭირო და ამას არ აქვს ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ადამიანის სიცოცხლეზე ეს არავითარ გავლენას არ იქონიებს.
ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მონოპოვარი, რომელიც გვაქვს ვიზა ლიბერალიზაციის სახით, უნდა იყოს, იმიტომ რომ გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების. განსაკუთრებით ძალიან ბევრი ბავშვი მიდის სამკურნალოდ უცხოეთში. აი ამ ბავშვების სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ. 8 წლის წინანდელ ისტორიას დაუბრუნდებით და პრაქტიკულად წინ წასვლის მაგივრად ქვეყანა უკან წავა წარსულში და დაბრუნდება ის პერიოდი, როდესაც საათობით იდგა ხალხი ვიზების რიგში, მაგრამ იქაც არ იქნება გარკვეული, ჩვენ თუ ბელორუსს საბოლოოდ დავემსგავსეთ, ბელორუსელები ვერ დადიან ევროპაში 10-დან შეიძლება 1 ადამიანს მიცენ ვიზა და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი რეალობა, მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს პირველ რიგში ოცნების ამომრჩეველს, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დასავლეთი, რასაც თხოვს, კი არ თხოვს, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მისწრაფება და სურვილი, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი. ისინი ჩვენგან ელოდებიან, რომ ჩვენც ევროპული დემოკრატიული ღირებულებები ცხოვრობდეთ, იყოს კანონის უზენაესობა, როდესაც სამართალი თანაბარია ყველასათვის და იყოს ადამიანის უფლებები დაცული. არ ყალბდებოდეს არჩევნები, არ იყვნენ პოლიტპატიმრები ციხეებში. აი ამას გთხოვს ევროპა. ქართველი ერი ისჯება იმისთვის, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს არ სურთ პირადი კომფორტის დათმობა. არ სურთ მათზე დაწესდეს სანქციები და ამის გამო ისინი ახდენენ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი ხალხიც კი დააზიანონ და ის ადამიანები, ვინც დღესდღეობით არიან ემიგრაციაში, ის ადამიანები, ვინც ჯანმრთელობის სერვისებისთვის მიდიან საზღვარგარეთ ან განათლებისთვის მიდიან საზღვარგარეთ და ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რაზეც დგას და ეს არის ევროპული განვითარება, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება, აი ამასაც კი თმობს იმისთვის, რომ ოღონდ არ შეეხოს მათ პერსონალურად ეს სანქციები. დიახ, კანონები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიიღო, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნისკენ, მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებისკენ გამიზნული. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასათქმელი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც Facebook პოსტში ანათქვამი, ევროკავშირის საქართველოსგან ელოდება განახლებული ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხი გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოხდეს. განცხადების თანახმად, უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ხაზგასმით ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, აგრეთვე ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება.